გიფიქრია თოდესმე, თუ ვინ იყო შოთა რუსთაველის სინამდვილეში. ისტორია გვიჩვენებს, რომ პოემის ავტორი, რომელზედაც საუბრობს მთელი საქართველო, იყო ერთი გავლენიანი ერისთავი, რომელიც მართავდა რუსთავის მიწებს მე-12 და მე-13 საუკუნეებში. მაგრამ როგორ შეესაბამება ეს ცნობები პოემას და მის რეალურ პიროვნებას? რუსთავის სამფლობელო მე-12 საუკუნის ბოლოს გადავიდა ჰერეთის ერისთავთა ხელში. პირველი მფლობელი იყო ასათ ერისთავი, რომელმაც ხანში შესრულობის პერიოდში მიიღო რუსთავის მიწები. მან გადასცა ჰერეთის საერისთავო მისცეს გრიგოლს, ხოლო თვითონ რუსთავს დაეპატრონა. გრიგოლი მეორე მფლობელი ისტორიულ წყაროებში ჩანს 1091-1206 წლებში. ის ახლო პირი იყო სამეფო კართან, სავარაუდოდ მას ეკავა თანამდებობა მეჭურჭლე თუხუცესობისა, რომელიც აბულასანის შემდეგ ჰერეთის ერისთავთა გვარს გადაეცა. მისი დაბადების და გარდაცვალების თარიღი უცნობია, თუმცა 1191 წელს იგი დაახლოებით 45-50 წლის იქნებოდა. შოთა გრიგოლის უფროსი ძე, ჰერეთისა და რუსთავის მფლობელი გახდა მამამისის შემდეგ. მისი დაბადების წელი დაახლოებით 1066 წელს მიეწერება, ხოლო გარდაცვალება 1255-50 წლებით თარიღდება. შოთა აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო საქმეებში, განსაკუთრებით თამარის შვილის რუსუდანის დროს. შესაბამისად, იგი ისტორიულ წყაროებში ხშირად არის მოხსენებული. ამ ინფორმაციას პოემის შესწავლისას მივყავარ დასვამდე, რომ შოთა ჰერეთის ერისთავი და რუსთავის მფლობელი და შოთა რუსთაველი ვეფხისტყაოსნის ავტორი ერთი და იგივე პიროვნებაა. პოემა დაწერილია მე-12 საუკუნის ბოლოს და მე-13 საუკუნის დასაწყისში, სწორედ იმ პერიოდში, როცა შოთა ჰერეთის ერისთავი ცოცხალი იყო. ყველა ისტორიული წყარო გვიჩვენებს, რომ შოთა რუსთაველი არა მხოლოდ პოეტი, არამედ ძლიერი გავლენიანი ერისთავი იყო, საქართველოს მაღალი საზოგადოების წევრი და რუსთავის მიწების მფლობელი. თუ გსურთ, რომ უკეთ გაიგოთ შოთა რუსთაველის ვინაობის შესახებ, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ეპიზოდები.